მოგესალმებით. ეს გახლავთ თერაპიული ზღაპრების დეიგების არხი. მე გახლავთ ფსიქოთერაპევტი მერაბ ბონიანი. დღეს წაგიკითხავთ იგავს, რომლის სახელია პეპლის გაკვეთილი. ერთხელ ჭიის პარკზე პატარა ნაპრალი გაჩნდა. შემთხვევით ახლოს გამვლელი კაცი დიდხანს აკვირდებოდა, როგორც ცდილობდა პეპელა ამ პატარა ხვრელიდან გამოძრომას. დრო გადიოდა. პეპელა თითქოს დაიღალა და აღარც კი იბრძოდა, ქვეყანას მოვლენოდა. ნაპრალი კი ისევ ისეთი პატარა რჩებოდა. კაცი ფიქრობდა, რომ პეპელამ გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო. დანარჩენი მის ძალებს აღემატებოდა. ამიტომ გადაწყვიტა უმწეო არსებას დახმარებოდა, ჯიბიდან პატარა დანა ამოიღო და ჭიის პარკი გაჭრა. პეპელა მაშინვე გამოძვრა იქიდან. მაგრამ მისი სხეული ძალიან სუსტი იყო, გამჭვირვალე ფრთები ძლივს მოძრაობდა. კაცი კვლავ აკვირდებოდა, ფიქრობდა, პეპელას ფრთები გაუმაგრდება და გაფრინდებაო, მაგრამ ამაოდ არაფერიც არ მოხდა. პეპელა საცოდავად მიათრევდა უძლურ სხეულს და სუსტ ფრთებს. მან ისე გალია თავისი წილი წუთი სოფელი, რომ ვერც კი შეიგრძნო გაფრენის ნეტარება. ეს ყველაფერი კი იმიტომ მოხდა, რომ კაცმა, რომელიც პეპელას დაეხმარა, არ იცოდა, რომ ის ძალისხმევა, რაც პეპელას ჭიის პარკიდან გამოსაზრომად სჭირდება, აუცილებელია იმისათვის, რომ სხეულიდან სითხე ფრთებში გადავიდეს და შემდეგ მან ფრენა შეძლოს. ცხოვრება აიძულებს პეპელას ძნელად დატოვოს პარკუჭი, რათა გაიზარდოს და განვითარდეს. ძალიან ხშირად დიდი ძალისხმევა გვჭირდება იმისათვის, რომ ღირსეულად ვიცხოვროთ. ჩვენთვის სიზნელეების გარეშე ცხოვრება რომ ყოფილიყო შესაძლებელი, ვერასოდეს ვიქნებოდით ისეთი ძლიერნი, ისეთი გამბედავნი, როგორებიც ახლა ვართ. ჩვენ ვერასოდეს შევძლებდით ფრენას. იგავი ძალიან საინტერესოა, იქიდან გამომდინარე, რომ აქტუალურია და რეზონირებს იმ თემებთან, რომელიც შეიძლება ჩვენ გვახასიათებდეს. ეს უკავშირდება ზედმეტ ძალისხმევას, ხშირად სხვათა დახმარებისათვის და ერთგვარ თავშეუკავებლობას. ჩვენ გვიჭირს თავი შევიკავოთ მაშინ, როცა ადამიანს სჭირდება დახმარება, მაგრამ ამის შედეგები შეიძლება იყოს ძალიან არასახარბიელო და არასასიამოვნო თვითონ იმ ადამიანისათვის, ვინც თავად არ ითხოვს დახმარებას და ვისაც თავად აქვს ასაღები პასუხისმგებლობა თავის ცხოვრებაზე. ხშირად ვამბობთ ჩვენ, რომ ამით ვეწევით ასე ვთქვათ, რაღაც დამხმარე ყავარჯნების მიწოდებას ადამიანისათვის, როდესაც შენ წყვეტ მის პრობლემებს და ფაქტიურად ასუსტებ მის უნარებს და შესაძლებლობებს. ამიტომ სიკეთის კეთებას, რა თქმა უნდა, ჭირდება ძალიან ბევრი რამის ცოდნა, დიდი სიბრძნეა საჭირო იმისათვის, რომ ამ შემთხვევაში გარკვეულ ზღვარს არ გადავსდეთ და ამ საკითხშიც ხელმძღვანელობდეთ ცოდნით, რომელიც არის ჰუმანური, უფრო მეტად, როცა მას გავითვალისწინებთ, ვიდრე დაპირისპირო შემთხვევაში. ჩვენთვის როგორც ყოველთვის საინტერესოა თქვენი მოსაზრებები, შეგვიხლიანეთ და გამოგწერეთ ჩვენი